დაბადება. თავი მეექვსე. როცა გამრავდნენ ადამიანები ქვეყანაზე და შეეძინათ ასულები. იხილეს ღმერთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და ვისაც ვინ მოეწონებოდა, ცოლად ირთავდა. და თქვა უფალმა, არ იქნება ჩემი სული ადამიანთან ჭიდილში სამუდამოდ, რადგან ხორციელია იგი. იყოს მისი ხანი 120 წელი. ბუმბერაზები ცხოვრობდნენ დედამიწაზე იმ ხანებში და მას მერეც, როცა ღვთისმშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომლებიც შვილებს უჩენდნენ მათ. ძველთაგანვე სახელოვანი იყვნენ ისინი. და იხილა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ქვეყანაზე, რომ მუდამჟამს უკეთური იყო მათი გულის თქმა. მაშინ შეწუხდა უფალი, ადამიანი რომ შექმნა ამ ქვეყნას და დანაღვრიანდა. თქვა უფალმა, აღგვე მიწის პირისაგან კაცს, ჩემ მიერ გაჩენილს, ასევე პირუტყვს, ქვეწარმავალსა და ცისფრინველს, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი. ხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში. ეს არის ნოეს ამბავი, მართალი, უმციკლო კაცი იყო ნოე თავის თაობაში, ღმერთის გზებით დადიოდა იგი. და ეყოლა ნოეს 3 ვაჟი, სემი, ქამი და იაფეთი. მაგრამ წაირყუნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აიფსო ძალადობით. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან ყოველ ხორციელს გაერყუნა თავისი ზნე. უთხრა ღმერთმა ნოეს, დადგა ყოველი ხორციელი სახსასრულის დრო ჩემს წინაშე, რადგან აიფსო დედამიწა მათი უსამართლობით, თავიანთ მიწასთან ერთად მოუსპობ მათ. გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს და შიგნიდან და გარედან ფისი წაუსვი. ასე უნდა გააკეთო კიდობანი, სიგრძე 300 წრთა უნდა ჰქონდეს, სიგანე 50 და სიმაღლე 30 წრთა. სარკმელი გაუკეთე კიდობანს და ზემოდან 1 წრთაზე დაუტანე, კარი გვერდიდან დაუტანე და ქვედა, შუა და ზედა სართულები გაუკეთე. და აჰა, მოვავლენ წყლით წარღუნას დედამიწაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი არსება, რასაც ციცოცხლის სუნთქვა უდგას, ყოველი მიწიერი მოისპობა დედამიწაზე. შენთან კი აღთქმას დავდებ. შეხვალთ კიდობანში შენ და შენი ძენი, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები. ყოველგვარი ცოცხალი არსება, ყოველი ხორციელი წყვილად შეიყვანე კიდობანში, დედალ-მამალი, რომ შენთან ერთად გადარჩნენ. ყოველგვარი ფრინველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი, დაწყვილებული მოვა შენთან, რათა გადარჩნენ. მოიმარაგე ყოველგვარი სანოვაგე, რაც კი იჭმევა და საზრდოდ იქონია შენთვისაც და მათთვისაც. და ისე გააკეთა ნოემ ყოველივე, როგორც ღმერთმა უბრძანა, ზუსტად ისე გააკეთა.